გამარჯობათ მეგობრებო. დაუჯდომელი სვეტისა და ცხოველისა და კვართისა საუფლოისა. ხო, ეს ნიკოლოზ გულაბერის ძის დაწერილია თამარ მეფის ეპოქის იყო მოღვაწე კათოლიკოსი იყო. ხო, ნესტან სულავას აქ მისი თხზულებები გამოქვეყნებული. მისი დაკვლევა აქვს მერე, სადაც ამ თხზულების გარჩეულია, რომ როგორ დაიწერა რა იყო. და ძირითადი აქცენტი 2-3 წლის წინ წავიკითხე. ძირითადი აქცენტი აქვს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ თეოლოგიაზე ნიკოლოზ გულაბერის, სადაც ერი ქართველთას, ერი საზეპუროს მნიშვნელობაზე საუბრობს ნესტანი, კალვატონი ნესტანი, სულავა. მაგრამ ეს ისე ცხადია, რომ წაიკითხა ადამიანი იქ რა არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ მართლა პოლიტიკურ თეოლოგიაზე საუბრობთ მაშინდელი ეპოქის, მაშინ ის უნდა იყოს შედარებული პოლიტიკურ თეოლოგიაზე, თუ როგორ იყო მანამდე გულაბერიძემდე, ჩვენთან როგორ იყო ბიზანტიაში და ზოგადად ქართულ აზროვნებაში როგორი იყო ეს ყველაფერი. იქ რაც აქვს ტექსტი გამოქვეყნებული, იქ ტექსტია ძირითადად შესყმა ქვია იქ. დაახლოებით ისეთია მაგ პერიოდში ილარიონს აქვს დაწერილი კიეველების. ხო, რაღაცა იყო ერთგვარი გამართლება შენი სახელმწიფოში, შენი ეკლესიის როლის და შენი სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ღვთივ მოხმობილობა. მე არ ვიცი ეს საკითხი მანავაინც როგორი იყო მაშინ, ბიზანტიაში ვიცით ხო ეს ბიზანტიის მეტნაკლებად პოლიტიკური თეოლოგია როგორი იყო. ილარიონიც, რუსის ილარიონის საკითხული მაქვს, კვლევაში მაქვს გაკეთებული. ოლგას ცხოვრებაშიც. და ეს გაკეთებული მაქვს ევრაზიის კონცეპტი გამოცემული არის. იმაში თუ ჩაჭერთ კახა კურტანიძე ან კახაბერ კურტანიძე ევრაზიის კონცეპტი, იქ არის ილარიონზეც და არის და ამოვაგდებს გუგლში. კიდევ მაგ დაწერილი საქართველოს რაღაც ესე პოლიტიკური თეოლოგიასავით მაქვს გაკეთებული. 2003-ში დაიწერა და გამოქვეყნა მერე. საზაფირალოში რა გამოქვეყნა, ზუსტად არ ვიცი სად გამოქვეყნა. კი და თუ ჩაწერთ კახა კურტანიძე ან კახაბერ კურტანიძე და ქართული იდენტობა, ასე ვთქვათ, გამოგიგდებთ ტექსტს. იქ მითითებულიც არის, სად არის გამოქვეყნებული. ხო, და იქ მეტნაკლებად რაღაცები წერია, მაგრამ ეხლა არ მახსოვს ზუსტად. ტექსტი ნიკოლოზ გულაბერის ტექსტი ნესტან სულავაც წერს, დაუმუშავებელი და ესე იგი ჩვენამდე როგორც მოაღწია ამ ტექსტმა. აშკარად არის, რომ პირვანდელი სახით არ არის მოღწეული. რაღაცა შემოტევები აქვს, გამოკვლევები აქვს. ხო, რა შეეხება ეს დაუჯდომელი სვეტისა, ცხოველისა და კვართის საფუძვლებს, ეს საპატრიარქოს გვერდიდან ავიღე ჩვენი საპატრიარქოსი. ჩვენი რა თქვენი, მე არ ვეკუთვნი. და იქ წერია ნიკოლოზ გულაბერიძის არის ეს დაუჯდომელი. და ნიკოლოზ გულაბერიძეს მიიჩნევენ ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად მაქსიმეს
გელათური ტექსტის თარგმანის. ხო და იქ მაქსიმეს გელათური ტექსტი ჩემთვის საიდუმლო დარჩა. ეხა უკვე მაქსიმეზეც იმდენად აღარ იმოშვები. რა ვიცი, უკვე ინტერესი სიმართლე გითხრათ. ექიმი მეუნება დაანებეო თავიო. მირჩევს ჩემ კურნალ ექიმი რა. კითხვასო და წერასო. იმიტომ რომ აშკარად ვერ მოყვებიანო შენო და მე ფრუსტრაცია გემართება უნდა ეს მართლაც არის და ეს მე მთლიან შენ ცხოვრებაზე გადადისო შენს ხასიათზე მუდ. ხო ერთხელ ეს დაუჯდომელი სვეტიცხოველისაზე არის ფილოლოგიურად გამართავია ტექსტი სინტაქსურად და ზრობრივადაც რაღაც გაუგებრობები არის შიგ და ამას ალბათ ედიშერი თუ შეძლებს ჭელიძე და რატომ არ მოკიდა ამას ხელი არ ვიცი. Toro me ეჭვეპარება რომ ედიშერის გარდა ვინმე შეძლოს ამ ტექსტის დაძლევა. იმიტომ რომ თრამ კონტექსტში უნდა იქნას საკითხული, მაშინდელი ტექსტები უნდა იცოდეს. მე ესე არ გამიკეთებია. საერთოდ ეს დაუჯდომელი სვეტიცხოველისა, რომელიც საპატრიოტოს გვერდზეა, არც კი ვიცით, არც ვარ დარწმუნებული, რომ მართლა გულას ბერიძეს ნესტასულავასთან სხვა ტექსტი არის. მოგეთ ასეა თუ ისეა, მე ვამბობდი, რომ ადრე თქვი და ერთ ადამიანსაც უთხარი, ტერ გეორგის, რომ აი მეთქი იქ არის მეთქი რა, ბევრი საინტერესო არის და ქართველმა კვლევარებმა უნდა გამოიკვლევონ მეთქი ეს ტექსტი, კარგი იქნება, სასულიერო აკადემია იქნება თუ რაღაც. ერთ პერიოდი აპირებდა სადოქტოროზე მუშაობას და მაშინ უთხარი პირველად. მერე წაიკითხა და მითხრა რასაც შელაპარაკობ, მე იქ ვერ დავინახო. მერე სიმართლე გითხრა, მე ვიცი რომ წავიკითხე და აღთოვამდე. მაგრამ რაზე აღთოვამდე ეს ახარ მაქვს. ხო, მერე ვიფიქრე წავიკითხავ მეთქი და რაღაც ძირითად მოტივებს ნუ ესე ჩაწერას ვიტყვი, იმიტომ ზოგჯერ არის ხოლმე რომ 100 კაცი მისმენს რაღაც. შეიძლება მათ შორის აკადემიის სტუდენტები იყვნენ ან სემინარიის ან რაღაც ეგეთი და შეიძლება მოეწონოთ ეს აზრი რომ ამაზე მითხრეს რომ ედიშერის ხელმძღვანელობითო ერთმა აკადემიის სტუდენტმაო დაიცვაო დისერტაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ მოძებნა ეს ტექსტი. ედიშერის ხელმძღვანელობით საინტერესო იქნებოდა. ძალიან მინდა რომ აი ვისურვებდი რომ ედიშერს ამისთვის ხელი მოეკიდა, იმიტომ ტექსტი არის აბსოლუტურად გასაცხლივი, დასავარცხლია ტექსტი და ამას მხოლოდ ედიშერი შეძლებს, იმიტომ რომ ედიშერი მიკვდება ტერმინოლოგიურ ცვლილებებს, ესე იგი რომელია ეს მე-12 საუკუნის ტექსტი და რომელია მე ჩამატებული ტექსტი და აზრობრივადაც ის გაიგეს, მე ამას ვერ გავაკეთებ. ხო, ნუ დავიწყოთ, ახლა წავიკითხავ მე ამას ნაწილს პირველ ნაწილს და ესე იგი ეს არის დაუჯდომელი 12 ნაწილისგან შედგება თუ 13-დან. ნუ პირველს ალბათ რა, ახლა მეტი ახლა არ ვიცი, შეიძლება. ზესთან ბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლებელისა, სვეტისა წმიდისა და ღვთისმწყინვალისა, სვეტისა შემწის უძლებელისა წმიდა და ღვთისმწყინვალისა სვეტისა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდა მოქსოვილსა კვარცა ზედა და ელუებრ აკრთავს ცათა მობაძავსა საყდარსა და გალობელთა და მედღისასწაულითა თვის და განამშვენებს და ცისკრის და სიხარულსა მრჩოვლისა მიანიჭევს, რომელი ქებასა შეასხამენ. ეხლა არ დაუბდა და ჯერ ღმრთი უნდა იყოს, ხო, ქართული. ეს ახლა ეს დაუჯდომელი იცით ხო როგორც არის ეს მისი ქება ღვთისმშობლის დაუჯდომელია პირველი მაგალითი. ამბობენ რომ ეს არისო კონდაკის განვითარება კოზმა მაიუმელისა და
რომანოს ტკბილად გალობელი. ხო, ეს არის ტროპარე. საერთოდ ტროპარები ხოლმე არ აქვს ხოლმე დავიჯდომოს. ეხლა მე მოსდევს კონდაკი, როდესაც უკვე მეორე პირში არის გადატა, ეს მესამე პირშია და ხო ზეშტა აქ იქ არის ზესთან ბრძოლისა ჩემიცავს აქ არის ზეშთან ბრძოლო ჩვენო და შემწე უძლეველო სვეტო წმინდო ღმრთივ წინვალ აქ უკვე ღმრთივ წინვალეო ერთ ტექსტში ხა საპატრიარქო დებს ამ ტექსტს რატო ღმრთივ წინვალეო რომელიც ნატო საუფლოსა და ზევით გამოქსოვილსა კვარცაზე და ელუებ აკრთობ ცათამობაძავსა საყდარსა და გალობელთა და მედგესასწაულეთა მრჩხობლსა მიანიჭებ რომელი ქებასა შეგასხმენ გიხაროდენ სვეტო წინვალეო და კვარტო ნუ ჩობლი არის ორმაგი ხო ორმაგი რა ნუ შეტყუპებული ორმაგი ხო მაგრამ ვინ ამ ჩობს მიანიჭებს ესე ეს მედგესას გალობელი და მედგესასწაულენი არიან გამოყოფილი ერთ გალობელი სხვა და მედგესასწაულელი სხვა არის და მათ მრჩობს ორივეს ნუ აუგებარია კარგი ეხლა მაგრამ ნუ წამოვალ ტერმინები ხა ზესთან ბრძოლისა ჩემისათვის ეს ფრაზა არაფერს არ ნიშნავს იპერმახო არის ბერძნული სიტყვა იპერმახო სტრატეგო იპერმახო სტრატეგო არის უძლებელია რა ესე იპერმახო არის ზე და მახო არის ზე ყველაზე ძლიერო რა უძლებელო ძლეთან ძლე ეს ნიშნავს ზღაპაერო იპერ არის ზე და მახო არის მახერი არის მახი არის ბრძოლა ომიც არის პოლემოს არის მაგრამ მახი არის ბრძოლა შერკინებად შეიძლება იყოს რა იპერმახო არის ესე ყველაზე ერევი რა ჩემპიონი ამიტომ ინგლისურად ხო არის ჩემპიონად არის ხოლმე თარგმნილი რა უძლეს ყველაზე ძლიერი იპერმახო რა ზესთან ბრძოლისა თან აქ არის ზესთან ბრძოლის ჩემისათვის და შემწეს აუძლებელისა ხო ესე იგი ჩემთვის ყველაზე ძლიერი მებრძოლი ხარ ღვთისმშობელს მიმართავენ ჩემთვის რომელიც ჩემისათვის იპერმახო სტრატეგო და ნიკიტირია ხო იქ ჩემისათვის რომ არის გაუგებარი რჩება რატომ არის ჩემისათვის საქმე იმაშია რომ იქ კონსტანტინოპოლი მღერის ესე ქართულ თარგმანზე ეს და ჩემო მოწე უძლებელი სამძებს აქვს ღვთისმშობელო მონანი შენი ეხლა ზესტა ბრძოლისა ჩემისათვის მონანი შენი აღწერთ ვინ ჩემი ხო ას ქართულში ცოტა ბლაბლაბლიდა არის და მაშინ უნდა იყოს ზესტა ბრძოლისა ჩვენისათვის ბერძნულში არის იპერმახო სტრატეგო და ნიკიტირია იქ საერთოდ არის ჩვენი პასტომერ ზესტა ბრძოლისა და შემწის აუძლებელისა იქ არის ქალაქი კონსტანტინოპოლი ამბობს ხოლო ქართველებმა გადათარგმნეს როგორც ერი შენი ესე იგი შენი მორწმუნე ერი შენი მორწმუნე მაგრამ იქ რა არის ეს ბრძოლისა ჩემს ქალაქი მღერის შენი ქალაქი გიმღერი ესე არის ხო ზესტა ბრძოლისა ჩემს მორწმუნენი რა ქართულში არ არის ეს და ყოველ ქართველებს არ ესმოდათ ეს ზესტა ბრძოლი ასნიშნავს ხო შემწისა უძლებელისა შემწე უძლებელო გასაგებო იპერმახო სტრატეგო და ნიკიტირია ნიკიტირია არის ზესტა ბრძოლისა ჩემს უძლებელი არის ნიკიტირია უძლებელი არ არის ნიკიტირია ნიშნავს გამარჯვებელი ის ვინც იმარჯვებს რა ჩემთვის ბრძოლობს და იმარჯვებს ეს უკავშირდება ეს დავიჯდომელი უკავშირდება იცით ხო რა თქმა მაგას ჩვენთან რო იყო წამოსული ირაკლი მეფე თბილისი რო დააქცია მონოთელიტები ვიყავ თვითონ მაშინ რაღაც ეგეთი ის არის და სპარსეთზე უნდა გასულიყო მე ჯვარი რო წამოიღო ხო და უნდა გასულიყო და ეს ქართველები მაშინ მოკავშირეები ვიყავით სომხებთან ერთად სპარსეთის ესე ჩანს რა ვიცი მაშინ შემოესენ ავარები კონსტანტინოპოლში ავარები არიან სლავები რა
სლავის მონათესავე, სლავები, პირველი სლავები, მაშინ სლავები თქოს არ იყო, მაგრამ ავარები იყო პირველი სლავები. ხო და მაშინ გერმანე იყო თუ რაღაცა იყო, ხო? იმას მიეწერება რა ეს ისა რომ იმან დაწერა. მაგრამ ისტორიულად არ იციან ზუსტად ვინ დაწერა, როგორ დაწერა, მაგრამ მაგას უკავშირებენ, რომ რაღაცა მოხდა, მიწის რა მოხდა თუ რაღაცა ვერ აიღეს ეს ქალაქი, მაშინ ავარებმა და მაშინ დაიწერა ეს სამადლობელი ისავით დაიწერა. მითი ყვება, რომ ეს დაიწერა, იმღერეს ეს და რაღაცა მღეროდენო და გალავანზე დადიოდენო და ამით დამარცხდნენ ისინი და ციდანის ჩამოვარდა გადავარდა, მაგრამ რეალურად ეს მანამდე დაიწერა თუ მე დაიწერა. არ ვიცით, მაგრამ ამას უკავშირდება ისტორიულს და საოცარი ისე რომ ესე იგი ლაპარაკი მეფე წასული იყო საომრად, ესენი ჯარის გარეშე იყვნენ დარჩენილი, მაგრამ ავარებმა მაინც ვერ შეძლეს აეყოთ და ეს არის რომ ყოველთვის კონსტანტინოპოლი ყოველთვის იქნება რადგან ღვთისმშობელი იცავს მას, იგი ყოველთვის იქნება დაუცემელი ქალაქი და ისტორიულად კარგად იცით ეს საერთოდ სტამბული ქვია. სტამბოლი. სტამბულია გარდა. ისტამბულ არის თურქულად და სტამბოლია ქართულად თუ სტამბულია გარდა. ხო ეს რადგან ესეა გამოდის რომ ქართველების წინააღმდეგ დაწერილია ეს დაუშვიდობელი ქართველების და სლავების წინააღმდეგ და სწორედ ეს ქართველები და სლავები რუმინელები შეიძლება ჩათვალოთ, მე რუმინეთში ნახევარი სლავები და ჩათვალოთ ჩვენ წინააღმდეგ დაწერილი ბარბაროსები დაამარცხეს და ეგეთი რო წერია ჩვენ ვიგულისხმებით ჩვენ საწინააღმდეგოდ ვაგებთ ღვთისმშობელს, მაგრამ ქართველებმა მაინც მოახერხეთ რომ ქალაქი შენი შევცვალეთ და მაგრამ ყველა დანარჩენ თარგმანში ქალაქი შენი დარჩენილი შემწისა უძლებელიც არის ნიკიტირია არის გამარჯვებელისა რა ნიკი არის გამარჯვებული სვეტისა წმინდისა ღვთისმშობელზე სვეტისა სვეტო წმინდო და ღვთისმშობელი აქ მაინც გაკეთებული ათამდე სვეტისა წმინდისა ღვთისმშობელთა სვეტისა აუერობა ორიჯერ სვეტო წმინდო ღვთისმშობელი ღმრთივ წმინვალო ეს ღმერთის აი ეგ რაღაც ჩემთვის მნიშვნელობა ამას მქონდა რაც მიიქცია ყურადღება ეს არის ნათლის თეოლოგია. ხო ეს ის პერიოდია, როდესაც ისიქაზმი მემკვიდრეობა ჩაისახება. ესე იგი უკვე წამოსული სინელი, უკვე არის პერიოდი სიმონ ახალი ღვთისმეტყველის და უკვე ნათლის თეოლოგია, ასე ვთქვათ, უცნობი არ არის ეს. მაგრამ ახლა ნახოთ აქ როგორ არის ეს გაკეთებული რა, ღვთისმწყინვალო. ესე იგი, ეს არის ის ბრწყინვალებს, ლამბი ბერძნულად იქნება. ბრწყინვალებს იგი ანათებს იგი ღმერთივ, ესე იგი ღმერთის გამო, ღმერთის მიერ, ღმერთივ, ღმერთიდან მოვლენილია. ეს თავისი საკუთარი ნათელი იმას არ აქვს. ის ნათელი რაც აქვს, ის საღვთო ნათელი. ხო, ამაზე მე ენერგია და რაღაცები რო წავაპალამას. რომელი ჰნათობ საუფლოსა და ზევით გამოქსოვილსა კვარცა. ზევით ყველაზე გამოქსოვილ ხარ იცი და საუფლო. საუფლო იგულისხმება უფალი ამ შემთხვევაში იესო ქრისტეა, ხო? კვარცა ზედა, და ელურებ აკრტობ ცათა მოპაწევსა საგდას. ეს ელურებ აკრტობ არის ძალიან შეკრტობა ქართულად ხო ვიცით რა זה კრტომა. ეს არის რაღაცა შეხტომა ხო? ასკრტი კანკალებ. ეს ელურებ აკრტობ. ტაძარს, ეს ტაძარში ანათებ. ტაძარში იყო მოქცეული ხო თავდაცვითი ცხოველი, მაგრამ ეხა ამ პერიოდში აღარ იყო, ხო? ანათელზე იქ ლაპარაკი, ხო?
რაღაც უკვე უხილავ ნათელზე რეალურად ლავარაკი. წარმოსახვით ნათელზე. მაგრამ აკრთობ არიმულად ელვებ აკრთობ რა, ესე იგი ელვარი რანგ სიტყვები ნახე აი ბრწყინვალე, ნათელი, ელვარება, კრთომა, ესე იგი აი კრთება, კრთება. ესე როგორც ელვა გაკრთება რა, ასე ვთქვათ. ეს ციმციმებს, აციმციმებს იქნება, ციმციმე. სათა მობაძავსა საყდარს. საყდარი ქართულად ნიშნავდა ტახტს. საყდარი იყო ტახტი. თრონს პერსონაჟი. ხო და საყდარი ესე იგი სადაც არის დაბრძანებული, სადაც მეფობს ღმერთი. იმიტომ მე ჩვენ საყდარი დავარქვით თავი მტკივა ძალიან. საყდარი დავარქვით ტაძარს ეს ძალიან კარგი რაღაც გამოგვივიდა ქართველებს. ყველა ენაში არის ეკლესია, церковь. რაღაც церковის ის ეტიმოლოგია არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად უკავშირდება ეკლესია, church, მოდის ამ ეკლესიის რაღაცნაირად მე გადატრიალდა. საყდარი ძალიან კარგი სიტყვა რა, ტაძარს ვამბობ, მაგრამ საყდარი უფრო ტაძარი უფრო საყდარი. ძალიან კარგი სიტყვა, ესე იგი ტახტი და გინარგინდა მაშინდელი ქართულისათვის ალბათ ჯერ კიდე ცოცხალი იყო ტახტი არ არის ქართული სიტყვა და საყდარი ესე იგი ქართულს ესმოდა და თრონს ესე არის საყდარი, სადაც მე ღმერთია დაბრძანებული. ცათამოდა და გალობელთა და მეტყვა მჩუბსა მიანიჭებ. რა მჩუბსა მიანიჭებ? აი აქ არის მჩუბსა მიანიჭებ. რომელი ქებას შეასხამენ, იხარდოს ეწყობს მჩუბსა მიანიჭებ რა მჩუბს. ესე იგი ორმაგს მიანიჭებო, ორმაგ სიხარულს. ცისკარს, ესე იგი ცისკარს და სიხარულს ერთად მიანიჭებ. ცისკრის სიხარულს. ცისკარი არის ვარსკვლავი. თვითონ ცისკარი, ესე იგი ვარსკვლავი, ეს არის თავად იესო ქრისტე, რომელიც ეს ის ვარსკვლავია, რომელიც ჩვენთვის ღმერთს მოასწავებს, ხო? რომელიც ჩვენ გვეცხადება საღვთო ნათლით. და ამ ნათელში ჩვენ ხედავთ ამ სამყაროსაც და ხედავთ მამასაც, მე მიხილა, მამა მიხილა. ხო და ეს აშკარად ჩანს, რომ ცისკრის ლოცვა რამდენად ხვდები, ძლის პირები და ისინი სულავასთან ცისკრის მსახურება არის. საერთოდ პარაკლისი არის რაღაც ადაპტირებული ცისკრის მსახურება არის. და ეს არის ესე იგი ეს დაახლოებით ესე იგი გალობება ეს ცისკარს ესე იგი დილის მზის ნათლის შეხვედრაზე ხა ცისკარი ვარსკვლავი რო ჩდება და მაშინ იწყება მე განათება რა ორ დროს მე იწყება დღე შემოდის აქშორად ცისკრის ლოცვა არის დღის ლოცვა კი არ არის დღის შეხვედრის ლოცვა არის ნათლის მოსვლის ლოცვა არის მთელი ღამის ლოცვა არის ალბათ არის შუაღამეენ და შუაღამეეს მოდის უკვე დილისკენ რომ განათება აი ექვსალმუნება რომ არის ჩვენთან, ხო? რატომ აქციის გასექს სალმუნება? იმიტომ აქ რომ შუაღამიან 28 ფსალმუნდა წაკითხულიყო, ყოველ ესე იგი თითო საათში უნდა წაკითხულიყო თითო ფსალმუნი. მერე ეს მოაგროვეს და ღამე უნდა წაკითხულიყო 12 ფსალმუნი. ამიტომ 6 ფსალმუნი იკითხებოდა შუაღამიანზე და მერე ესე წამოვიდა ხა ყველა საათს ბეილს თუ შეელო, მე ერთად კითხულობდი. ყველა საათს ხადა თითო ფსალმუნი წაიკითხე, აღარ გამოდიოდა და ამიტომ 6 ერთად კითხულობდნენ შუაღამეაზე და მერე 6 კითხულობდნენ ცისკარზე. ამას არავით არის კავშირი თავად არც ცისკართან და შუაღამეთან არ არის, ეს არის მონაზნური წესი არის, რომელიც ყოველ საათში უნდა წაკითხე ერთი ფსალმუნი. მერე ესე მოხდა, აი მაგალითად დღეს ვინც თუ ცისკარს საუბრობს, შეგიძლია გამოტოვო ეგ. თუ მაინც გინდა. აი რო ამოკლებენ ცისკარს ზოგჯერ ისეთ ნაწილებს ამოკლებენ ცისკრისას, რომელი ნაწილების შემოკლება
შეიძლება არ უნდა არ არის სასურველი და აქცენტი რამაზეა გადატანილი, ექსამნება რაღაც 10 წუთში იკითხება თუ 15 წუთი უნდა არის. აღარ მოხდა. ეს ცისკარზე და სიხარულს შეიძლება ეს არის ცისკრის სიხარული, ხო, როცა ვაპარაკობ ცისკარზე, აი კლავ ეს ცისკარი უკავშირდება იმ ნათელს, ესე იგი, ამდენიმე ნათელზე აქ ლაპარაკი, ეს არის რაღაც ნათლით შემოსვა. ერთი მხრივ ვარ სიგნალეში, სიღამე. და მეორე აი ეს ელვარება კრდება აქედან იქიდან და ნათლის სხვადასხვა ნაირი ნათელი მოდის ჩვენთან ეს არის მისი ელვარება, მისი ბრწყინვალება, ელვარება მაინც უფრო ძლიერია, ხო, აელვარდება და ის რო აელვარდება უცებ ის მერე აი ესე შუკი ტაძარს მოეფინება, ხო, ესე იგი ამ შემთხვევაში რაღაც სვეტი არის რაღაც სიცოცხლის ნათლის ზეგარდამო ნათლის განასახიერება. ესე იგი ეს ნათელი საერთო ნათელი შედედდება სხვადასხვა მატერიად. ესე იგი საერთო ნათელი იღებულობს ხდება მატერია რა, რაღაც განკაცებას ამიტომ. ხო, და მჩობს ალბათ ცისკრის სიხარული, ცისკარს და სიხარულის აი მჩობს, აი ერთი მხრივ რო თენდება, ცისკრი ვარსკვლავია და მე ამის სიხარული გვაქვს ალბათ, არ ვიცი, ან შეიძლება იგულისხმება მრჩობლი არ არის აუცილებლად ორი, მაგრამ შეიძლება იყოს მაგალითად რაღაცა შეკრული რაღაც ჯგუფი და ამიტომ შეიძლება იყოს კვართი და დაძარი, საყდარი, ტახტი და თვითონ ეს სვეტი. რაც შეეხება სათა მობაძავსა, საყდარსა, საკეკლისია ციგულისმა ტაძარიც. ეს ძალიან მაქსიმესეულია. თორემ მაქსიმეს მისტაგოგიაშია, რომ თვითონ ტაძარი განასახიელებს ძალიან შესაქმეს სამყაროს. თავის ციან, მიწიანა, უფრო საკურთხეველი განასახიერებს ზეცას. და საყდარი მეგობარი, სადაც ტახტი არის, ხო, ის საკურთხეველი. და სწორედ საკურთხევლიდან გამომავალი, ესე იგი, შუქი გადაიქნება ტაძრად, ესე იგი, მოდის მათი საყდარი, ეს არის ღმერთის ტახტი, თვითონ რაღაც შუქი თითქოს განკაცდება, გამატერიალდება და მე ის იძენს უკვე სათა მობაძავსა, ესე იგი, ცას ემგვანება თვითონ ტაძარი, იმიტომ რომ ამ შუქით აგივსება, რომელიც მოდის აი უკვე ამ ტახტიდან. სამსაც მეფია დაბრძანებული. ეს აქ არის შუქის ციმციმია რაღაცა. ხო ეს კონკონდა კი მორჩა. იხაროდან შედოწყინვალო და კვართო წყოცხობ კი ხაროდან. ეხა ეს მიმართვა, ჩვენ ჯვარს მიმართავთ, ხო? ცოტა ხა ჯვარი უსულოა. და მას მიმართავთ. ესე იგი, როცა ჯვარს მიმართავთ, რას მიმართავთ? ცოტა გაურკვევი ხა ჯვარს ესმის ჩვენი თუ რა შეესაკ. ეს საერთოდ ესეთი განუმარტავია ეს. მე არსად არ შემხვედრია, სადმე შეიძლება თქვენ შეგხვედრიათ. აჰა, ეს რა შემოკრბით დღესასწაულს მინდა საუფლოსა კიდენი ქვეყანისანი და ანგელოზნი კაცთათანა. ეხა უყურეთ, ნახდება წმინდა საუფლოსა კიდენი ქვეყანისანი, ქვეყანა არის დედამიწა. ესე იგი დედამიწის კიდენა ყველა რაღაცა ცენტრი ხდება, ჭიპი ხდება სამყაროს. სამყაროს ჭიპი ეს იყო კონსტანტინოპოლი იყო მაშინ დელიკაგებდა, როცა ამას შეიტყვი მცხეთაზე ან აიტყვი ამითი შენეუნები რომ ეხა მე ვარ ცენტრი. პოლიტიკური განაცხადია უკვე. მაგრამ ეს პოლიტიკური განაცხადი მეგობრებო, აუნე წავიდე მე უკვე. ეს მე პოლიტიკური განაცხადი საკ უფრო მე ჩემ სტატიაში მაგრო ქართველებისთვის მაინც არ ესე იგი ეს არ ჩაენაცვლება კონსტანტინოპოლს. არამედ აქ შემოდის ახლებული გაგება, მანამდე შეიძლება აი რუსებთან სხვანაირად არის, მაგრამ მე თავით აღმოჩნდა სხვანაირად დავინახე მე. და ეს ისე რომ საქართველოს არ ჩაანაცვლებს კონსტანტინოპოლს.
პრეტენზია არ აქვს, ის ახალი, ესე იგი, ტრეტი რიმ არ არის, მესამე რომი არ არის. არამედ ცენტრის რო ყველგან შეიძლება იყოს ცენტრი. ესე იგი პუტინ რო აბარაკობს მრავალპოლარული სამყარო. ხო, ესე იგი აქ გამოდის რომ კონსტანტინოპოლი განიხილავდა სოფლიოს როგორც თავის იმპერიას და ის ერები, რომელიც კონსტანტინოპოლს არ ემორჩილებოდნენ, ისინი ყველანი ბარბაროსები იყვნენ და ყველანი მტრები იყვნენ და სწორედ იმპერატორს უნდა ამორჩილებოდა წესით, დღესაც ამას ლოცულობთ, რომ სულტანს ორდოღანს დაემორჩილოს. მთელი სოფლიო უნდა ემორჩილებოდეს კონსტანტინოპოლის მეფე, ხა ეგ არის, ან ბართლომეოს. თუ იტყვით რომ ბართლომეოსია ხა მეფის იმპერატორის ჩაომავალი. ხო, ნუ ქართველები გთავაზობენ და ანგელოზნი კაცთა თანა. ეხლა უყურეთ, ანგელოზნი კაცთა თანა, ესე იგი ცაზე რო ლაპარაკობთ, ცათა მობაძავე, ის ანგელოზებიც მოდიან. ეს ხდება უკვე უნივერსის ყოვლიერების უნივერსის, ესე იგი ყოვლიერება ქვია მაგას. სიმბან ბერძნულად არის, სიმბან თან ყოველი, თან ყოველი ყოვლიერება ქართულად. ანგელოზი კაცთა და ამ წუთში ეს ღვთისმშობლის მიძინებას ემგვანება. იმიტომ რომ სწორედ ღვთისმშობლმა რომ მიიძინა გეცამანიაში. იქ მოვიდნენ კიდენი ქვეყანისანი და ანგელოზებმა მე. ყოველნი ერთბამად შეერთებით და სულისაით. აი ეს ყოველნი ერთბამად ერთბაშად ვამოხმო, ერთბამად და ჩელი. ერთბაშად შეერთებით სულისაით. ამას სული წმინდაში, რომელსაც ეს ნათელი მოაქვს რა, ჩვენ ხო ესე მე ვიცით. ის სული წმინდაში გაერთიანება. არის თუ გახსოვთ ბასილი დისცივაშია ეს, როდესაც მოხდება თქვენ ახლა თუ ბუდელი არ ხართ არ გეწოდინებთ. იქ არის მოგეთ ბასილი დიდის წირვაში რო ეუბნები ერთით და სულით და რომ ერთ სულში გავერთიანდეთ. ესე სული წმინდი გადამოვლენე ამ ძღვენზე შეცვალე არ არის ბასილი დიდაში და ამ სულში გაგვერთიანება ოქროპირის წირვაში გადამოვლენე ჩვენზე და ძღვენზე. ესე იგი ძღვენიც და ჩვენც სული წმინდის მადლით ვერთიანდებით ჩვენზე და ძღვენზე, მე ძღვენი ჩვენში შემოდის. და ამ სულში, ესე იგი ჩვენ ყველანი ვერთიანდებით. სულში ვარ გაერთიანებული, ესე იგი ქრისტეს ტანში ვარ გაერთიანებული. ესა უყურეთ ნახე როგორ არის უკვე ანგელოზნი და ჩვენ სული წმინდაში ვერთიანდებით, სად ტაძარში, ხო? ტაძარში, საყდარში. ხო და აი კვეთაში მაგალითად ბერძნები დღეს რომ ხო 900-ია, აი პირველ დასად ბერძნები იხსენებენ ანგელოზებს. ჩვენ რუსების მსგავსად არ ვიხსენებთ, მაგრამ აქ აი ქართული უკვე ანგელოზები ყავს. ესე იგი ქართული სოფხედელობით, ნუ უბრალოდ ქართული სოფხედელობას ვერ დავარქვით ამას. ყოვლიერად ხედველობენ. ის ანგელოზებიც ჩვენ სულში ვერთიანდებით, ერთ სულში ვერთიანდებით, ამიტომ მისი ადგილი კვეთაში წესით უნდა იყოს. ყოველნი ერთბამად შეერთებით და სულისაით და წინასწარმეტყველი და მამამთავარნი და აქ უბრალოდ უკვე წინასწარმეტყველნი ჩამოთვლებიან. ხო, ესე იგი მაინც არ არის ის ახლა რაც მეკითხარით. ესე იგი ანგელოზი და მე ყველანი ერთიანდებიან, მაგრამ ვინ ერთიანდება უკვე აქ წინასწარმეტყველია ბოდიშით, ესე იგი ქართულში არ ყოფილა ეს. კვეთის ამბავი არ უნდა მეტყვი. წინასწარმეტყველი მამამთავარნი, ნუ ხვდებით ესე იგი, მინარე მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, მამათა და კალწულთა ყოველდღე. მოკლედ ევქარისტია რამდენი გამოვიდა? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 გამოვიდა აქ. დასი. ესე კვეთას გავს ძალიან, მაშინ ჩამოყალიბებული ჯერ კიდე არ იყო კვეთის ისინი. თუ ნახავთ ჩვენ მე-13 საუკუნის ბასილის წირო გამოცემული აგინო ქაჯაეს, ნახავთ რომ იქ საერთოდ არის ეს 900 თუ არ ჩვენ მე-15 საუკუნეში ყალიბდება საბოლოოდ. მაგრამ აი ეს ანგელოზების ჩასმა მაინც აქედან გამომდინარე შეიძლება. მოისწრაფეთ ყოველთა მოიფრინეთ ეს გახსოვთ ხო კიდიდან რომ მოფრინდებიან
მოციქულებს რომ მოამფრენენ ღვთისმშობელთან რა ეს მოიფრინეთ და პირდაპირ ჩდება რომ ესე იგი ეს კვართი რადგან ღვთისმშობლის მოქსოვილია და რადგან ზეით გამომოქსოვილი ის ზემოდან უწყვეტად არის მოქსოვილი ეს კვართი და ამავე დროს ასოციაციდება რომ საღვთო შუქი იწმება რამაც საღვთო შუქი ხდება თვითონ შეწუნული კვართად ზნობდით ეხა ეს არის საკრავებს უკრავდით ესე იგი რა ხმობდით და ღაღადებდით აი ეს ხმობასა და ღაღადებას შორის მე არ ვიცი რა განსხვავება ხმობდით ღეროდით ალბათ ხადე უფალსა შევღაღადებ ღაღადება არის არ ვიცი სემდი ქნარსა წინასწარ მეტყველნო და ყოველნო წმინდანო წერილნი გამხსენით ქებისა შესხმა წვედისა ცხოველისა და იტყოდით ახსენით წერილნი გახსენით ქებისა შესხმა ახლა წერილი რადგან ესე არის აქ წერილი მაშინ ჩვენ შეგვიძლია წმინდა წერილზეც ვილაპარაკოთ ან ზეციური წიგნის ზეც შეგვიძლია ну ყოველ შემთხვევაში ასოციაცია გარბის და მისი გამოკვლევა წერილი მაშინ არის კონტაქტი ესე იხსნება ხო წერილი გახსენით წიგნი არა მაშინ წიგნი გახსენით უნდა ყოფილიყო გიხაროდენ სვეტო წმიდაო და ცხოველო ну ცოცხალო ხო ხდები რამე თუ კვარცაზე და საფრთოისა სისკრო და ეხა მძიმე წერია აი კვარცაზე და საფრთოისა სისკრო ესე სისკროვნებ ელვარე ცისკროვნებ ცისკარი ხო ანგელოზი რომ ვენერა ცისკროვნებ ესე იგი ციმციმებ რა ლიც და მძიმეა ხა საბატერაკოს არ ეკადრება ხა ეს რა გიხაროდენ სვეტო განმანათლებელო ცის კიდეთაო კლავ ნახე და სვეტი არის ნათელთან განმანათლებელი თვითონ სვეტი ხდება სვეტი ესე იგი ჩამოსული სვეტი ხდება რომელიც გაანათლებს ესე იგი გასტყორცნის ნათელს ცის კიდეთაო ცის კიდე ხა ის არის სადაც დედამიწა და ცა ერთდება ერთმანეთს ხო ესე ხუფივით ცის კიდე ეს არის ხო და აი ამას მთლიანად ეს გამთაღს მოედება და გაანათლებს აი დღის შეხვედრა ესე ქრისტე მოდის შუქის სახით სული წმინდის სახით მოიქსოვება სვეტად და მე ამ სვეტიდან ნათელი აფეთქდება და ცუნამივით მოედება სამყაროს რომელი ანაყოფებ სულთა ოქტავებით ეს სულშიც შემოაღწევს ზიარების მომენტიც ხო სულშიც შემოაღწევს და ანაყოფებ ჩასთესავ მასში ოქტავების ეს ქრისტეს ზიარებას ეწოდება ოქტავების წამალი ეს ძველი ტერმინია ზიარებას უწოდებდნენ ფარმაკო ათანასიეს იგი უცნაური ის არის რა კვანტური მექანიკას ავითარე ეს ოხერი გიხაროდეს თან საოცარი ისაა რომ ნათლის თეოლოგია მე არ შემხოდრია მანამდე ესე ნუ რა თქმა უნდა სიუნახავთის გიხაროდნენ სვეტონ სანადრო რომელი სამარადისო ბრწყინვალითა თვალით და უჭირო წმინდა საკვარცსა აი ხა ეს საერთოდ რაღაც უცნაური ხო ჭვირი ხო ჭვრეტა და ჭვირი ძველ ქართულში ნიშნავს სხივს ხო და უჭვირო ესე იგი თვითონ შეხარ ღვთის თვალი და აი ღვთის თვალი შეერთებული ხარ კვართთან ეს საღვთო ნათელი როგორც სხივი ესე ჩამოდის სხივი თითქოს ღმერთი გიყურებს ღმერთი რასაც შეხედავს წარმოიდგინეთ ესე ხო ნათელში უნდა დაინახო ამის უნდა ჟღერხედა ის რაღაცა უნდა და აი ამ ჭვირს სხივი ის რასაც ხედავს იმასაც კი მე აქცევს რაღაცას ესე იგი საღვთო ენერგიით ვართ ჩვენ შექმნილები და საღვთო ენერგიაში შეწნულები ვართ ესე შემატერიალებულები ვართ ჩვენ განივთიერებულები ვართ
ჩვენ საღვთო ნათლით. იგი საღვთო ნათელია შედედებული ჩვენად რა. თან ეს არის ღვთის მჭვრეტელობა. მე ერთხელ ჩავწერე რომ მჭვრეტელობა კაია, მეთქი ჭვრეტას ნიშნავს და არ მოეწონათ. გიხაროდე რომელი ხრტები ელვის სახეთ და წმით და მიხრონსა უწყაროებ მორწმუნეთა. აი მაშინ სულავასთან მირონს აწოვებო რა ქრისტემ მირონი მოგვა ესე ძუძუს რო აწოვებ რა და ახლობით აი მირონით გვასაზრდო რძე გამოდის მირონი აი რძესავით აღღვწდის აი როგორც ის ნაკופი ჩავისახეთ ხა ჩვენში ჩაისახა და ეხა ის იმას მირონით წმინდა მირონსა უწყაროებ მორწმუნე უწყაროებ ესე იგი ამითი მორწყავ რა ასე და აწყულებ შეიძლება მორწყავ გიხაროდან სვეტო საღვთო გემებელო სიტყვებისა სულთასა რომ სულის სიტყვებას შევიგრძნო ეს ისიქასტური მომენტი არის რომ საღვთო წვრეთის დროს ესე საღვთო ნათელი რომ მოგერტყმება მაშინ შენი ყველა ორგანო ჩართულია მაშინ დის თესიასაც ეძახია მაგას არა ხედავ და როცა ორი გზნობა ერთად არის გიხარდნენ სვეტო თანამზრახველო და მესაიდო დიდი საღვთის მეტყველის ამოსა ეს ის სვეტია რომელიც უდაბნოში მიყვებოდა მთელს ერს ხო თანამზრახველო ეგ უკვე ის გამპიროვნებული გამოდის ეს სვეტი ესე იგი ის ღმერთის თანამყოფობა მატერიაში რომელიც იესო ქრისტეს წინასახე გამოდის ხო გიხარდნენ წინამძღოლო და თანამოგზაურო ისრაელისა ხო გიხარდნენ ახლისა ჟულისა მომასავებელო თაბორს და იორდანეს მსახურქნილო ძისა ღვთისაო ხო ნათლის ღება არ არის ხოლო თაბორი ღვთის თაბორის ნათლის არის ღვთისმეტყველებას ურთისიკაზე ეს არის შედედებული სვეტად როგორ აღიქვავენ ქართველები ნათელო ნათლის სამწამებელო ძეცაყონათლო ნათლსა ძეცამყო ესე იგი იქ ხოცისკარი არის მამა ღმერთს ესე იგი შენ ნათელია და ნათლის მწამე ესე იგი თვითონ ხო იესო ნათელია რა ნათლიტა შეიძლება ვიხილოთ ნათლიც ეს კარში ხო არა ნათლიტა მწამებელო ძეცაყორელად ესე იგი რატო ეს არის ძე ჩემი საყვარელი ხო იქიდან რომ ნათლის ღების დროს რომ მამათა მოღვაწეთა უდაბნოსა და წმინდა მოწესის სასუებაო ჟამად სახილაობ წმინდა ხედავთ როგორ ჟამად ესე იგი ექსტაში რო ვარდებიან რა ხო გახსოვთ ეს ისიქაზმები ზოგიერთ საფრთხანათაც რო ზოგი ცხოვრებაში ერთხელ ზოგი ბევრჯერ ნუ ჟამად დრო და დრო სახილაო რომ პირდაპირ დაინახა ეს მე მჭრტელობითი თვალებით გიხარდენ მზებრთა ოქროის სახეთა შუბთა გულსა მორწმუნეთა ისრებს რო ხო გახსოვთ ცხივი ესე იგი ის მოდის ისე ის კი არა კონკრეტული რატო ეცით ამას ლოგოსებთან აკავშირინე აი ლოგოსის ასე მაქსიმეს ლოგოსის თელის არის მე მანდა გრიგორი პალამა და მაგალითად ეს ენერგიის თეოლოგია არის თუ არა თანხმობაში მაქსიმეს ლოგოსებთან და სხვა ვარიანტებია მაგის და სხივი არის ზუსტად ის კონკრეტული ლოგოსი ესე იგი ღმერთი უბრალოდ კი არ ისვრის ამ ენერგიებს კაცო მის ენერგიას აზრის მატარებელია ხო აკაც ხედავ პირდაპირ გელაპარაკება თანამზრახველი არისო ხო ზრახო თანამოაზრო თანამზრახველი ხო თანამოაზრონე თანამოლაპარაკე თანამოსაუბრე გიხარდე მზებრ ოქროთა სახეთა შუქთა გულსა ის სერბს რო აი გულში იღრება ეს სიტყვები ხო იესოს სახელი გულში სიონს მოციქულთაზე და ატომრად ნაწილდენაც ხო წამსული წმინდა ესე იგი ნათლობა არის ეს და ეს ის არის პიკი ევქარისტიულიც უფროსად ყოლაწმის და ღვთისმშობელო მსახიობელო ქვეყნით აღმოცენა აი აქ არის მანადიული ხე აი აქ არის პირველად რომ ყველა რელიგიაში ხე როგორ ხდება ქვესკნელი და ადის და ზეცაში ადის და ის არის ქვესკნელი და წყალი ამოაქვს და ზეცად ამოაქვს რა ეს წყალი ესე იგი ხეში არის სიცოცხლე წყალი წყარო არის
და ეს ორივეს აერთებს რა, ესე იგი ეს სვეტი არის ღვთისმშობელიც. ესე იგი ის ღვთისმშობლის მატერია არის რა და ეს მატერია თვითონ შექსოველი არის ამ ნატლით და ეს ნატელი ღვთისმშობელია და და უცნაური იმას აკეთებს ხარჯს, მაგრამ კვანტური მექანიკა რო აიღოთ და რო აიღოთ მაქსიმეს ლოგოსები და მთელი ბერძნული ფილოსოფია სწორედ ესაა, რომ რეალურად მატერიას, რასაც ჩვენ ვეძახით, ეს ენერგიის ერთ-ერთი სახეა. უბრალოდ ჩვენ მას ესე არ ვუყურებთ. რომ ღმერთსაც შეგვაერთნა, კი ხარობნა სვეტով წყინვალ და კვარცხლბეკს. ეს არის ის პირველი ნაწილი რა, ეს თერგიურგის ხათლიანად ამ იმაში შეგიძლიათ მერე გააგრძელოთ ეს.